ახლა კი ტრადიციულად გამორჩეული სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მივულოსო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს. უსურვო მათ ყველა სანუკვარე მიზნისა და ჩანაფიქრის კეთილად ასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება. სხვათა შორის ერთი მათგანი ჩვენი აღზრდილი უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი, ამჟამად პარიზის კონსერვატორიის სტუდენტი ლუკა ციკლაური, ახლა ხაზია საფრანგეთიდან. ლუკა, მოგესალმები, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და მივესალმები ჩვენი შოუს მაყურებელს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას. ქრისტიანისთვის ამაზე დიდი სიხარული დედამიწის ზურგზე არ არსებობს. და პასექის სხივებმა გაათბონ სულები, დაივანონ ჩვენს გულებში და აღავსონ იგნი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. აღდგომა განსაკუთრებულ სიხარულთანაა დაკავშირებული ყველა ქრისტიანისთვის, მაგრამ კიდევ უფრო გამორჩეულად ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის. რწმენა და მადლი ქრისტესი არის ის, რაც გვაძლევს ძალას გადავლახოთ ყოველდღიური სირთულეები, რაც ემიგრანტის ცხოვრებას ახლავს თან. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო. ქრისტე აღდგა. ლუკა, ახლა რა მინდა ისე გთხოვო? შენ მშვენიერ სიმღერებს წერს. მათ შორის ერთ-ერთი მე გამორჩეულად მიყვარს, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ხარ. თან ეს სიმღერა ქართულ სატელევიზიო სივრცეში არასოდეს აჟღერებულა. ამას ისიც დაუმატოთ, რომ სიმღერა აჭარულ სტილში გაქვს შექმნილი, ხოლო აჭარული მოტივები და საფრანგეთი ამ ბოლო დროს ნამეტნავად დაუკავშირდა ერთმანეთს. ხო და მოდი ახლა აიღე გიტარა და იქ შენი აჭარული სალაღობო მაქედან დაიწყე და ჩვენ სტუდიიდან აკვებით. კი ბატონო, სიამოვნებით. ხო და ძალიან კარგი. აბა დავიწყოთ. შემოვიანე ვერსად ნახე შენი გული, ეს რა ვხრა და დამიტოვე გოგო შენი სიყვარული. რომ შეგხედე მაქვს ფერა მოციმციმე თვალებშია, სამკაულები კიდე გადავარა დივალებშია და იქვებული წაგივი და შავი ვარდი ხელებშია და ხის ძირშია მომასვენე ძილში სულ არ იყავავი გამოიღვიძე გაიგეც არ შემარგე შენი თავი და